დღეს არის შაბათი. 23 ოქტომბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 10 ოქტომბერი 2021 წელი, მაგრამ სანამ დღევანდელ წმინდანებზე მოგიყვებოდეთ დღევანდელი წმინდანების შესახებ, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი არხის შესახებ. თქვენ ალბათ შეამჩნევდით, რომ კომენტარები გამორჩე. მიზეზი ამისი არის ის, რომ პოლიტიკური თუ სოციალური, მოკლედ ნებათაღელო არის ჩვენს ქვეყანაში და იმისათვის, რომ ამ არხის მთავარი დანიშნულება რაც არის, იმას რომ არ ავწდეთ, მე გადავწყვიტე, რომ დროებით ჩვენ კონცენტრაცია გავაკეთოთ მხოლოდ წმინდანთა ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა, რაც შეგპირდით, იმას აუცილებლად შევასრულებ, ეს არის კითხვებზე პასუხის გაცემა. თუნდაც ყველაზე მწვავე კითხვებზე, თუნდაც პოლიტიკური შინაარსის კითხვებზე აუცილებლად გიპასუხებ, თუმცა ნება მომეცით, რომ ეს გავაკეთოთ ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ცოტათი ოდნავ ჩაცხრება ეს ველვარება და მე შეგპირდით, იყო ესე იგი კომენტარებში წერდით ბატონ გიორგის ვესაუბრე კიდევაც ის იმან შეაგროვა შეკითხვები დღეს წესით გუშინ დილით უნდა ქონოდა ჩვენ საუბარი, მაგრამ ასას თხოვე რომ ცოტა ხნით გადავდოთ და შემდეგ აუცილებლად გავაგრძელოთ. იცით რატომ? იმიტომ რომ თუნდაც ჩვენი საუბარი, თუნდაც რომ არა პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდეს, თუნდაც რომ ეს იყოს მშვიდი საუბარი, იმიტომ რომ ყოველ ერთ სიტყვას რომ რაღაცა ყოფითი არ კონდეს მნიშვნელობა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე არ აისახებოდეს, მაშინ ბევრად უფრო მშვიდი და საინტერესო იქნება ეს საუბარი, თუ ეს იქნება თეორიული ხასიათის. და რაც შეეხება წმინდანების ცხოვრებას, მე ვფიქრობ, რომ მე მინდა მოგმართოთ ჩემი არხის გამომწერებს, ხო გეუბნებით, აუცილებლად ჩავთავაზო კომენტარებს, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თითოეული თქვენთაგანის ჯერთი რომ ისმენთ, მეორეც ერთი რომ ეს კომენტარები რო იდება და ძალიან საინტერესოა. მესამე, რასაც მე სულ ვფიქრობდი სხვათა შორის დიდი ხანია, ეხლა ეს ზუსტად მოგვეცა საშუალება, მაგრამ ხო გეუბნებით, ეს დაძაბულობა არ არის კარგი და ეხლა მომეცა საშუალება იმისა, მე სულ ვფიქრობდი, რომ როგორ მოვახერხო იმას ის რომ თითოეულ თქვენთაგან, ეს თითოეული თქვენთაგანთან ურთიერთობა ვირტუალური სივრციდან გადმოვიტანოთ ყოველდღიურობაში, ანუ ყოფით ჩვეულებრივ სივრცეში. და მგონია ძალიან საინტერესოა, ამიტომ ჯერ თითქოს შეგიძლიათ გაქვთ უკვე და არ არის ძნელი გაგება ჩემი ელექტრონული პოსტის და თუ დავაგვიანე პასუხის გაცემა არ მიწყინოთ, აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული ვარ ამ წმინდანების ცხოვრებას, ძალიან დიდი დრო და ენერგია მეაქვს და აუცილებლად გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე. მაგრამ რაც შეეხება არხს, მე მინდა ერთი რამ კიდე გავაკეთო, ერთი შენიშვნა, სანამ გადავიდოდე ძირითად თემაზე, ეს არის, რომ ამ კომენტარებში და სხვათა შორის კიდევ ერთ რამეს გავუსვა მხარს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი აშკარად იგრძნობოდა ამ კომენტარებში, რომ პიროვნება იყო, ანუ ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ურთიერთობაში შემოდის, შეიძლება სახელი და გვარიც არ ეწეროს, მაგრამ ყოველთვის იგრძნობოდა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ამის გარდა კიდევ იყვნენ რაღაც სიტყვები ქვია, ხა იმას აღარ გავიმეორებ. ადამიანები, რომლებიც არ აინტერესებთ, ანუ ზედაპირულად აინტერესებთ ეს საკითხები და პროვოკაციულ კითხვებსაც არ მაქვს საქმე, პროვოკაციულ კითხვებსაც გავცემ პასუხს, მაგრამ მიზანი, როდესაც კითხვის დასმის ის არის, რომ რაღაცას ხელი შეუშალოს, რაღაცა გააფუჭოს, ეს არ არის კარგი. ამიტომ რისი თქმა მინდა, რომ მე არ ვიცი ხა ვინ როგორ წერდა, მაგრამ ბევრი სხვათა შორის ბევრი ადამიანი იყო, ვინც ასეთი რამ თქვა, რომ ვეღარ გისმენთ, მე თქვენ არხს აღარ გამოვიწერ, მე მივატოვებ. ძალიან გულსატკენია, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როდესაც ადამიანი აღარ მომისმენს, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ჩემთვის თქვენთან ცოცხალი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ერთი რამ მინდა ყველას გითხრათ, რომ ამ არხის შექმნის მიზანი მაინც ოდნავ განსხვავებული იყო. რა თქმა უნდა, მე ეს იმიტომ გავაკეთე და გამოვაქვეყნე, რომ თქვენ ადამიანებმა მომისმინოთ, ახლა წლების შემდეგ მოისმინონ და სარგებელი მიიღონ, მაგრამ მაინც მთავარი მიმართულება ჩვენი, მთავარი იდეა არის ის, რომ არ ვიცი, მგონი მithkoms თქვენთვის, რომ
ესე იგი ჩვენი მიზანია ავაშენოთ ტაძარი. ჩვენ აქ 2000-ზე მეტი წმინდა ნაწილი გვაქვს, აი აქ სადაც ახლა მე ვიმყოფები, მეტი, იმიტომ რომ დღევანდელ დღესაც დარწმუნდებით, რას გულისხმობ, აი როდესაც ვამბობ 2000-ზე მეტი. ხო და ესენი ჩემი მიზანია რომ ისე განვათავსო, რა თმინდა ეს დიდი ტაძარი, რომ ავაშენოთ. იმიტომ რომ ისე მინდა განვათავსო ეს წმინდანების ნაწილები, რომ არ იყოს საჭირო რა ვიცი, მომთხრობი თუ ექსკურსია მძღოლი თუ გიდი, უნდა შეგეძლოთ აი თითოეულ მათგანთან მისვლა და რაღაცნაირად ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მის შესახებ ამბავი სხვების დახმარების გარეშე გაიგო და მთავარი მიზანი ჩემი მაინც ეს არის, რომ აი ეს წმინდა ნაწილები რომ დაბინავდება თითოეულ წმინდა ნაწილს, რომ კონდეს თავისი აღწერილობა, თავისი მონათხრობი, გამოკვლევა და მინდა გითხრათ, რომ მთელი ერთი კვირა, ნუ აი თითქმის მთლიანად გააჩნია, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად რამდენი რამ ხელამასალა ახოვე, მაგრამ აი ფაქტიურად ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს არის. ასე რომ მე ძალიან მინდა რომ თქვენ მისმინოთ, მაგრამ გარდა იმისა, რომ თქვენ ახლა დღეს მოისმენთ და სარგებლობას მიიღებთ აქედან, აი მე იმედი მაქვს, რომ გაივლის წლები და თქვენ მობრძანდებით ამ ტაძარში და მიხვალთ და აი იქ ნახავთ ვინ არის წმინდანი, რა გამოსახულებები გვაქვს, რა მასალები გვაქვს, აი ამ ყველაფერს ამომწყურო ინფორმაციას მიიღებ. მე კი დღეს ახლა გადავდივარ დღევანდელი წმინდანების შესახებ და ესე იგი დავიწყებ თავიდან. დღეს არის შაბათი. 23 ოქტომბერი საეკლესიო კალენდრში დღეს არის 10 ოქტომბერი 2021 წელი. და ყველას გლოცავთ და განსაკუთრებით შევევედრებით დღევანდელ წმინდანებს რომ დაგლოცოთ. და დღეს არის ხსენება მე ხა სახელს კი დაგისახელეთ, მაგრამ შეიძლება ეს სახელი არაფერს გეუნებოდეთ, მაგრამ ახლა მოგიყვებით საოცარ ამბავს. დღეს არის წმინდა გერეონის ხსენება. და მე სხვათა შორის ცოტათი მოვიწყინე და ცოტათი გააკვირვებული ვიყავი, რომ აქამდე რატო არ გვეხმიანებოდა წმინდა მავრიციუსი, რომელზეც მე ძალიან ბევრი მისაუბრია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო კაფიო, ერთ-ერთი ყველაზე უფრო კონტაქტური შეიძლება ითქვას წმინდანი არის ჩვენთვის. ეს არის წმინდანი ღვთისგანგებით იყო, ესე იგი ყველაზე დიდი ფრაგმენტი, ყველაზე დიდი ნაწილი, აი ყველაფერ შორის, რაცა გაგვაჩნია, ყბარი მავრიციუსის წმინდა ნაწილი გვაქვს, ყველაზე დიდი ზომის და ნუ ძალიან ახლო ურთიერთობა დამყარდა. ახლა მე ყველაფერს ახლა თავიდან ვეღარ მოგიყვებით, მე მინდა თქვენ გთხოვოთ, რომ თუ მოიცლით, თუ გექნებათ საშუალება, ბევრი დიდი მასალა, ნუ პირველეს ყოვლისა ეს არის 31 საუბარი, წმინდა მავრიციუსი და თებეს ლეგიონი, ესე ქვია, 31 საუბარი და ამის შემდეგ არის 35, 26 და 37 საუბრები, ეს არის, ესე ქვია, სენ მორისი, ვეროლიე 1, ვეროლიე 2, ვეროლიე 3. ვეროლიე არის ადგილი, სადაც მავრიციუსი და თავის მისი 6000 მეომარი აწამეს და იცით, აი მე კიდევ ვერ პოულობ ახსნას, კი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ხო გეუბნებთ ყოველი წმინდანის ცხოვრება და არ მეორდება, მაგრამ მაინც ვერ ახსენი ვერაფრით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აი ძიების პროცესში ვარ, რომ რა მოხდა ესეთი აი ეს მავრიციუსის ლეგიონის ჩამოსვლა აფრიკიდან, თებეს ლეგიონზეა ლაპარაკი, ეს არის სპეცდანიშნულების ლეგიონი იყო და ესენი ჩამოვიდნენ, ფაქტიურად მთელი ევროპა გაიარეს და ევროპა მოიცვა მთლიანად ამ ამბავმა. გესმით, აი არის კი ხო არის ასეთი შემთხვევები, რომ ბევრი წმინდანი აწამეს, მაგრამ ამან რაღაცა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ ცნობიერებაზე. და სწორედ ამის შესახებ მინდა დღეს მოგიყვეთ. აი ერთ-ერთი პასუხი ამ კითხვაზე, როგორ მოახდინა, აი სწორედ დღევანდელი წმინდანის ცხოვრებაში არის და ესე იგი დღემდე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთოდ აი განსაკუთრებით ევროპული ცნობიერების საფუძველია ფაქტიურად და ეხლა შემთხვევით ყველა არ ვამბობ ამ სიტყვებს, ეხლა მოგიყვებით. ნუ დღევანდელ წმინდანს რაც შეეხება, წმინდა გერეონს მავრიციუსის ოფიცერი იყო ეს გერეონი და მისი წამება მან იგი აწამეს დღევანდელი კიოლნი, ესე ქვია, კიოლნი ქალაქი, რომელსაც ქვია ნამდვილი სახელი კოლონია აგრიპინა. ძველი სახელი არის, მაგრამ ნუ ეს დღემდე კიოლნის მაცხოვრებლებმა ძალიან კარგად იციან, რა ქვია მაგათ ქალაქს
და რა არის ეს მინდა ორიოდე სიტყვის მოგიყვეთ ნუ თვითონ კეოლნის შესახებ იმიტომ რომ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ ეს კეოლნი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო და აი როგორ გადაასხვაფერა აი ამ გერეონმა ეს კეოლნი ეს მინდა მოგიყვეთ ეს არის ესე იგი როგორც მოგახსენეთ კოლონია აგრიპინა და ეს არის მიზეზი მინდა გითხრათ რატო ქვია ასე ამ ქალაქს ნუ სიძველის მიხედვით მეორე ქალაქი არის ტრირის მერე გერმანიაში ყველაზე ძველ ქალაქად ტრირი ითვლებოდა შემდეგ ითვლება მეორე ქალაქი არის ეს სწორედ კოლონია აგრიპინა და ეს არის მნიშვნელოვანესი ცენტრი კულტურული თუ სხვა ესე იგი ნუ ცენტრალური ქალაქი არის რეინ-ვესტფალიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის რეგიონში და დაარსდა ეს ქალაქი 38 წელს უბრალოდ აი აქედან დაიწყო ამ ქალაქმა არსებობმა ქრისტეს შობამდე როდესაც მარკუს აგრიპამ იმპერატორმა რომის იმპერატორმა გადმოასახლა გერმანული ტომი უბიები ესე ქვია და დაასახლა აქ რეინის ნაპირზე და შემდეგ ესე იგი დაერქვა ეს სახელი არა უბიორომ ანუ უბიების სამსხვერპლო და აი აქ პირველი დასახლება შეიქმნა ამ ადგილზე რაღაცნაირი ნუ ეს კოლონია სიტყვა აქედან მოდის და აი ამ კოლონიაში აი ამ ბანაკში დაიბადა აგრიპინა მე-15 წელს უკვე ახალი წელთაღრიცხვიანი ქრისტეს შობიდან მე-15 წელს დაიბადა აგრიპინა რომელმაც ძალეს ქალბატონი ესე იგი ამ ქალმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში აქ დაიბადა ესე იგი მერე გახდა იმპერატრიცა ესა რომის იმპერატრიცა გახდა ანუ კლაუდიუსი იყო იმპერატორი ამისი მეუღლე იყო და აი ამ აგრიპინამ დაარსა 50 წელს ფაქტიურად ეს იყო დასახლება ბანაკი სამხედროების ესე რომ ვთქვათ ანუ ვეტერანების და ჩვენ ახლა ამის მერე კიდე გვექნება რაღაც გავსი კიდევ ერთი ქალაქის შესახებ საუბარი და ამან აქცია ქალაქად და სადაც უკვე არა მარტო სამხედროები არამედ მოსახლეობა გაჩნდა და დაარქვა ამ სახელს თავისი სახელი კოლონია აგრიპინა ანუ აგრიპინას კოლონია აგრიპინა ერქვა ამ ქალს აგრიპინა მცირე ესე ქვია უმცროსი აგრიპინა უმცროსი იმიტომ რომ აგრიპინა უფროსი იყო დედამისი ესე იგი გერმანიკი ერქვა მამას და დედას ერქვა აგრიპინა უფროსი და ნახეთ ახლა ჩამოგითვლით ამ ქალის ნათესავებს ეს არის ძმა კალიგულა და შვილი ნერონი რომის იმპერატორი ну ეს არის საშინელი ხალხი და ესე იგი ну არ ვიცი აი მე ხა ამ ქალზე ეს ქალი წმინდანი არ არის რა თქმა უნდა უბრალოდ ამის შესახებ გიყვებით სურათები უნდა გაჩვენოთ კიდე იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ ქალით დაიწყო აი ამ ქალმა ჩაუყარა საფუძველი იმას რაც შემდეგ აი გერეონმა რაც გაუკეთა კეოლნს და როგორი გახდა ქალაქი კეოლნი აი ეს არის იულია აგრიპინა ავგუსტა უმცროსი 15-59 წლები 50 წელს დაარსა ეს ქალაქი კეოლნი და 59 წელს მოკლეს ეს ქალი ეს ვარშავის მუზეუმში ინახება ეს ბიუსტი შემდეგი რამდენიმე იმდენად მნიშვნელოვანი ქალი იყო რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა გამოსახულება სხვადასხვა ადგილებში შტუტგარტში არის ეს ბიუსტი ინახება მისი ესე აი კიდევ არის ეს ინახება პუშკინის მუზეუმში მოსკოვში აი პროფილშია ესე კიდევ ამ საშინელ ნერონთან აქვს ესე იგი სურათი გადაღებული ფოტო ხვდებით ხო რასაც მონეტა არის მონეტაზე არის გამოსახული დედაშვილი აი უკან ესეთი ეს მონეტა აი ესეთი ეს ახლა ფოტოა ხო რა თქმა უნდა და ბოლოს კეოლნის ქალაქის რატუშაზე არის გამოხატული აი ესეთნაირად მისი ქანდაკება
როგორც დამაარსებლის. მაგრამ აი ეს დამაარსებელი კი იყო ეს ქალაქის, მაგრამ მან დაარსა საქალაქი და აი ამ ქალაქს სახე შეზინა მე გაჩვენებთ ესე იგი ეს გამოსახულებაც არსებობს ამის. ორმა უდიდესმა წმინდანმა ამ ქალაქს მიანიჭა თავისებური განუმეორებლობა. ეს არის უფრო სწორედ კიდევ რაღაცას გეტყვით, ესე იგი მე ფოტოებს გაჩვენებთ. ეს არის წმინდა გერეონი და ოდნავ მოგვიანებით კიდევ წმინდა ურსულა, რომელიც აქ აწამეს კელნში ასევე. აი ურსულაზე და ესენი ახლო არიან რაღაცნაირად ერთმანეთთან რიცხვითაც სხვათა შორის და გეოგრაფიულადაც ნახეთ დღეს არის 10 ოქტომბერი და 20 ოქტომბერს არის ურსულას ხსენება. და ბარემ თუ გნებავთ გაჩვენებთ, ესე იგი აი სამ ტაძარი უნდა გაჩვენოთ და მე აი ეს არის კელნის მთავარი ტაძარი, კათედრალი. ეს ითვლება ჯერ ერთი მსოფლიოში მესამეა სიმაღლის მიხედვით, მესამე ნაგებობა, ტაძარი რა თქმა უნდა. ხო და გოთური სტილი არის ესა და ხა ბევრი ფოტო შემოვა, ოღონდ ამისი დრო ხა არა გვაქვს თვითონ ამ ტაძარზე მოვა დრო აუცილებლად მოგიყვებით. რატო იცით, აქ ეს არის ცენტრი კელნის. აი გული არის კელნის და აი აქ ინახება რაღაც საოცრება, ხა უბრალოდ არ გავჩერდები ამაზე. აქ ინახება დიდი 2 მეტრიანი ოქროს ვებერთელა სანაწილე, ბუნი ყველაზე დიდი სანაწილე მსოფლიოში, ოქროსი, სადაც ინახება 3 მოგვები, რომლებმაც თაყვანისცეს იესოს, აი ამ 3 მოგვის წინა ნაწილები ინახება აქ და ხო გეუბნებთ ეს მთელი კონცეფცია. ეს რატო გაჩვენებთ ახლა, რომ აი ეს არის გერეონის ტაძარი, ესეც ითვლება რომ არის ხა არ ჩანს კარგად ულამაზესი ტაძარია, ეს ხეები ეფარება და გვერდიდან და მოკლედ გერეონის ტაძარს დავათვალიერებთ კიდე და ეს არის ურსულას ტაძარი. აი ეს არის წმინდა ურსულას ტაძარი და ეს 3 ტაძარი ადგენს აი რაღაც გარკვეულ სამკუთხედს ფაქტიურად, რომელზეც არის მთელი კელნის დაფუძნებული არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ ცნობიერება. აი ეს მინდა რომ აი რაღაცნაირად ეს აგიხსნათ როგორ მოხდა აი დღემდე ისტორიულად, ესე იგი რა მოხდა რაღაცნაირად აი ეს მოწამეობა მოხდა, ეთყობა რაღაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მავრიციუსმა თავის დროზე საერთოდ იქ შვეიცარიაში სან მორისი, ნახეთ თუ მოგიხერხდებათ რამხელა რამ მოხდა იქა და აი და ზუსტად ესე იგი ესენი მისი ოფიცრები არიან, რომლებიც შემდეგ ესე იგი ხა გავაგზავნოთ ეს საუბარი, როდესაც მოკლედ ისტორია ესეთნაირია, რომ როდესაც მავრიციუსმა რატომ მოხვდა საერთოდ ევროპაში ეს მავრიციუსი, ამას კი გეტყვით ორივე სიტყვით. საქმე ის არის, რომ აქ ძალიან არეული სიტუაცია იყო, განსაკუთრებით აი გერმანია-შვეიცარიის ტერიტორიაზე, საფრანგეთით ცოტათი. ძალიან არეული სიტუაცია იყო, რომის იმპერიისთვის ის იყო ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, რაში იყო საქმე. ესე იგი აქ ცხოვრობდა ვიღაცა, ცხოვრობდა კი არა, ტყეებში იმალებოდა ვიღაცა ნაყარნუყარი ხალხი, ესე რომ ვთქვათ, რომელთაც ერქვათ ბაგაუდები, ეს ბაგაუდი ნაციონალობა კი არ იყო. ეს იყო ყველა ვიგინდარა ერთად შეკრებილი, ციხიდან გამოქცეული დეზერტირი, რა ვიცი, აი კანონს ვინც ემალება, მოკლედ აი ცუდი ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდად იქცეოდნენ, ხალხს აწიოკებდნენ, მოკლედ რაღაც საშინელებები ხდებოდა და ვერაფერი ვერ წლების, 10 წლეულების მანძილზე, სხვათა შორის ვერაფერი ვერ მოახერხა, ვერ გააწყო რომის იმპერიის საზღვარია აქა გერმანულ ტომებთან, აი აქ ახლო გადის და აი რომის იმპერიამ ვერაფრით ვერ დაალაგა ეს სიტუაცია და ბოლოს დიოკლეტიანე უკვე არსებობს, მაქსიმიანე, კონსტანტინე დიდი არსებობს უკვე, ოღონდ ესენი ჯერ არ არიან საბოლოო ის არ მიუღწევიათ ჯერ, დაახლოებით 280-იანი წლებია. და მოკლედ აი ამ ხარის იმპერატორი არის მაქსიმიანე
და მაქსიმიანემ გამოიძახა რომის საგანგებო ლეგიონი, რომელიც დაბანაკებული იყო თებეში, აფრიკაში. ეს იყო სპეცდანიშნულების ლეგიონი, ბუნებრივია, რომ ბევრი შავკანიანი იყო, ყველა არა, მაგრამ ბევრი შავკანი და მავრიციუსი სხვათა შორის შავკანიანი წმინდანია და ბევრი ესე იგი ესეთი ადამიანი და მოკლედ გამოიძახა ეს ლეგიონი და ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული მოწესრიგებული, ნუ სპეცდანიშნულების ლეგიონი ჩამოვიდა, გამოიარა ეს ამხელა მანძილი, ჩამოვიდა და აი ამ ადგილზე ესე იგი ეს არის ეს თითო სადაც მოხდა, ეს არის აგაუნი, ესე ქვია, აგაუნი, დღეს ქვია სენ-მორისი ამ ადგილს, აი ნახავთ იქ თუ ინებებთ და ნახავთ ამ ვიდეოებს, ამ ჩანაწერებს, იქ არის გადაღებული მოქეს ყველაფერი ბევრჯერ ვიყავი ამ აგაუნში ჩასული. ხო და აი ამ აგაუნში მოხდა ამ ვეროლი ადგილი არის, სადაც უბრალოდ ნუ იქ რამდენიმე ქალაქია, ოქტოდორუმია. მოკლედ აი აქ მოხდა ამათი შეჯახება ამ ბაგაუდებთან და ნუ რა თქმა უნდა ბაგაუდეს მუსრი გაავლეს და მოიპოვეს რაღაც არაჩვეულებრივი ესეთი ძალიან სახელოვანი გამარჯვება. აი ამ გამარჯვების მოპოვების შემდეგ აი ნახეთ რა მოხდა. მოკლედ იმის შემდეგ რაც მავრიციუსმა და მისმა რაზმა, ნუ ლეგიონმა 6600 ადამიანია ლეგიონში. მავრიციუსის ლეგიონში და აი ამ გამარჯვების შემდეგ მათ მიიღეს ბრძანება, რომ რაღაცა ნაწილი უნდა წასულიყო ბონისკენ, დღევანდელი ბონი, გერმანიის დედაქალაქია იცით, დღევანდელი ბონისკენ უნდა წასულიყვნენ და იქ უნდა დაბანაკებულიყვნენ, იქიდან განაწილებული იყვნენ კიდე ანუ აი ეს ბაგაუდების ჩაახშეს ეს რაღაც აჯანყება, მაგრამ მაინც ბოლომდე წესრიგი არ იყო დამყარებული და იქ გარნიზონები იდგა, რომის იმპერიის გარნიზონები და იქ დასახმარებლად გააგზავნეს რამდენიმე ოფიცერი და ესენი წავიდნენ. აი ამის შემდეგ მოხდა მავრიციუსის მოწამეობრივი აღსასრულებლად ამათ ეს არ იცოდნენ. აი ეს არის თელი ამბავი მოკლედ ამისი და ესენი წავიდნენ ამ ბონისკენ და მაშინ მოხდა ეს მავრიციუსის ისტორიას აღარ მოგიყვებით როგორ მოხდა, მაგრამ თუმცა მაინც მოყოლა გამომივა, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი ისე განმეორდა აი ამ დღევანდელი ჩვენი წმინდანის გერეონის შემთხვევაში, როგორც მავრიციუსის. მოკლედ როგორც მოგახსენეთ ბონი, კელნი და ქსანტენი. აი სამი მიმართულებით გააგზავნეს, ოღონდ ჯერ ბონში მოზელი არის მდინარე და აი მოზელის დაბლობზე თუ რაღაც აი განლაგდნენ ესენი. ნუ ესენი შედარებით მოკლედ ყველაზე დიდი დატვირთვა მაინც დაადგა გერეონს, იმიტომ რომ გერეონის რაზმს, იმიტომ რომ ფაქტიურად მათ დასვენების საშუალება არ ჰქონდათ. ესენი როგორც კი ჩავიდნენ ბონში, ბონიდან გაანაწილეს და რაღაცა ჯგუფი წავიდა მიმართულებით აი ქსანტენის, ორიოდე სიტყვით ამ ქსანტენზე უნდა მოგესაუბროთ და ვიქტორზე, რომელიც ქსანტენში წავიდა, ჩვენ ამ ვიქტორის ოფიცერი იყო ეს ვიქტორი, ასევე მავრიციუსის ოფიცერი და წავიდა ქსანტენში. და დღეს არ იხსენება ამ ვიქტორისაც, ოღონდ ჩვენ არა გვაქვს ვიქტორის წმინდა ნაწილი. მაგრამ მაინც ორიოდე სიტყვით ჯობია რომ ეხავე გითხრათ, მე კიდე როდის მოკლედ აი კავშირში ერთმანეთთან. აი ქსანტენს რაც შეეხება, ესეც დაარსებული ქალაქია, კოლონია ულპია ტრაიანა, ესე ქვია. ესე იგი მარკუს ულპიუს ტრაიანის მიერ იყო დაარსებული ეს ქალაქი და ესე იგი რაღაც არაგერმანული სიტყვაა ეს ქსანტენი, იმიტომ რომ გერმანიაში არც ერთი ქალაქის სახელი ქსიდან არ იწყება, ამ იქსიდან. ეს არის ერთადერთი ქალაქი, ეს ქსანტენი და დღეს ეს ქსანტენი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქეოლოგიური მუზეუმი ღია ცის ქვეშ მსოფლიოში. ანუ წელიწადში მილიონამდე ტურისტი ჩადეს ამ ქსანტენში. ამას იმიტომ გიყვებით, რომ თუ როდესმე მოგეცათ საშუალება, ძალიან საინტერესო იქნება და აი ამ არქეოლოგიური მუზეუმის ცენტრი და საერთოდ ცნობიერების ცენტრი არის სწორედ აი ამ შემთხვევაში ვიქტორი. ეს არის ის ადგილი, სადაც ვიქტორი და მისი რაზმი აწამეს ზუსტად ისევე როგორც მავრიციუსი. და ესე იგი მოკლედ აი ამის შესახებ გიყვები დღეს მე ნუ აღარ მოგიყვები თვითონ ქალაქის ისტორიას, როგორ დაინგრა მე როგორ ესა, მაგრამ აი დღეისათვის როგორც მოგახსენეთ, თავარი ადგილი ეს არის აი სწორედ ვიქტორის ტაძარი, რომელიც
1263 წელს ჩაუყარეს საფუძველი და 291 წელი შენდებოდა ეს ვებერთელა ტაძარი იმ ადგილზე, სადაც ესენი აწამეს. მანამდე იყო, რა თქმა უნდა, პატარა ტაძარი, მაგრამ საბოლოო ეს ტაძარი და 1554 წელს გასრულდა და აი ამ ტაძარში ცენტრალური საკურთხევლის ქვეშ ინახება აი სწორედ მოწამე ვიქტორის და მისი თანამზრახველების, თანამებრძოლების წმინდა ნაწილები. აი მე კი გადავდივარ ახლა გერეონის შესახებ. წარმოიდგინეთ, ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, გერეონი და 318. აი ეს მინდოდა მეთქვა, რომ 318 მხედარი, ახლა ჩვენ დღეს გერეონს ვახსენებთ, მაგრამ ჩვენ იმ თანამებრძოლების წმინდა ნაწილიც გვაქვს და გერეონი აი ერთი წმინდანია, აი ესეთი თuliთა გვაქვს 2000-ზე მეტი. ოღონდ. აი გერეონი და 318, ურსულა და 11000. და აი ასეთი მასშტაბებია, ანუ ჩვენ აქ ბევრად მეტი გვაქვს ეს ყველაფერი, უბრალოდ როგორიც აი პერსონიფიცირება ესეთნაირად ხდება და ანუ გერეონი და 318 მეომარი წავიდა, ესე იგი, გადაწავიდა უკვე კეონის მიმართულებით, აი ბონიდან გააგზავნეს და ამათ როგორც მოგახსენეთ, ჯერ არ იციან, რომ მავრიციუსი და 6000 მეომარი მოკლეს აგაუნში, ასევე არ იციან არც ვიქტორის ამბავი ქსანტენში, არ იციან ასევე მოკლედ ეს იყო ბოლო ლეგიონი, ბოლო ლეგიონერები, რომლებიც დახოცეს ფაქტიურად და კიდევ სხვა ლეგიონერები იყვნენ. ჩვენ ალბათ მოვადრო და მათ შესახებაც ვისაუბრებთ და მოკლედ ესენი ჩავიდნენ როგორც იქნა ამ ქსანტენში ქსანტენში კი არა, უკაცრავად ჩავიდნენ კეონში, ოღონდ გვიანია უკვე, ანუ ძალიან დაღლილები არიან ამ ომის შემდეგ ფაქტიურად თამათ არ დაუსვენია და როგორც იქნა მიაღწიეს. დიდი პატივით მიიღეს, რა თქმა უნდა, ის არის, რა ქვია, ლეგიონერი ოფიცერი, ძალიან დიდი თანამდებობაა და დიდი პატივით მიიღეს, მაგრამ ესე იგი, როგორც კი ეს წამოვიდა და დაიძრა და როგორც კი ეს ვიქტორი მოკლეს და ესე იგი, მოკლედ ყველანი დახოცეს ეს ლეგიონერები რა, ამათი ლეგიონიდან აღარავინ აღარ დატოვეს და თან გამოაგზავნეს მანემზრბოლი, რომელმაც ამათ გაუსწრო და ჩავიდა და ჩაიტანა ეს ამბავი, რომ კი მოდიან ესენი, მაგრამ აი ესე აი იმპერატორის ბრძანება მაქსიმენესი, რომ უნდა შესთავაზოთ, რომ კერპებს თაყვანისცენ მსხვერპლი შეწირონ და მერე უნდა წავიდნენ საომრად. ამის შემდეგ კიდე საომრად აგზავნიან ამათ. მერე უნდა წავიდნენ საომრად და თუ არ უარი თქვეს, ულაპარაკოთ იქვე უნდა დახოცოთ ყველანი. აი ესეთი ბრძანებაა მისული. ამიტომ ერთი მხრივ ჯერ არ იციან ამ კეონის გარნიზონში, ესე რომ ვთქვათ, რომ ესენი როგორ მოიქცევიან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ეჭვის თვალით უყურებენ და წარმოიდგინეთ, ესე საღამო ხანია, შედიან ესენი ქალაქში, შედიან ამ გარნიზონში, ყველა სამხედრო წესის მიხედვით ხვდებიან პატივით და დააბინავეს ესენი. დააბინავეს და ამათ ეჭვათაც არა აქვთ რაღაცაშია საქმე და დააბინავეს ჩვენირო და უცებ დილა უთენია, უცებ ისმის აი ეს სირენის ხმა, რაღაც საყვირიანი იქა, ხო, რაღაც და ესენი ხა ძალიან დისციპლინირებულები არიან და წამოხცვიდნენ უცებ და დაეწყნენ ამ გარნიზონის შუა მოედანზე, დაეწყნენ ესენი მოკლედ აი მწყობრში. და გამოდის, ესე იგი, კომენდანტი გარნიზონის და ამათ ესე იგი ესეთ რამეს ეუბნება. ბრძანებაა ესეთი, რომ ესენი უნდა გადაადგილდნენ ისინი თავიანთი ახალი დისლოკაციის ადგილი აქვთ, მაგრამ იმპერატორის ბრძანება, რომ ეს გადაადგილება, რომ ღმერთების ფარველობის ქვეშ იყოს და რომ ეს გადაადგილება იყოს წარმატებული, რომ აუცილებლად უნდა შეწიროთ მსხვერპლი. და ესენი გაოგნებულები ისმენენ და ამას უცებ ეუბნებიან ეგეთ რამეს, რომ აი თქვენს მეგობრებს, მაგალითად მავრიციუსს და მაგალითად იმას, ვინც იქ დატოვეთ ბონში რომ წამოხვედით, ხო? იმათაც შესთავაზეს, მაგრამ იმათ უარი თქვეს და ესენი დღეს ცოცხლები არც ერთი აღარ არიან და თქვენ დარჩით მარტო და აი თქვენზე არის ახლა არჩევანი. და აქ ის გერეონი
არ ვიცი ხა ეს მოლაპარაკებულები იყვნენ თუ არც უნდა ამას მოლაპარაკე ერთი სული იყო ერთი სულის კვეთებით ესენი რომ შევიდნენ ეს გარნიზონი რომ შევიდა კეუნში ესენი ძალიან გაკვირვებულები უყურებდნენ იქ ადგილობრივი იქ ვინც იყვნენ ლეგიონერები იმიტომ რომ ძალიან უცნაურად გამოიყო ერთი შავკანიანები იყვნენ მეორეც ერთი ამათ ძალიან დისციპლინური ჩუმი რაღაცა მომღიმარი სახეებით მე ეს ისეთი უცნაური იყო რომ ეს გერეონი და კიდევ მისი რამდენიმე ოფიცერი რომელიც მართვა შეეხმარებოდა ამ 300 კაცის ხო ესე იგი ისეთი ზრუნველობა გამოიჩინეს ამ ჯარისკაცებზე რაც რომის ლეგიონერების სრულები წარმოუდგენელი იყო აი რაღაც ძალიან უცნაური ხალხი არა და ეს გამოდის ეს გერეონი და როდესაც ესეთი შემოთავაზება მიიღეს გამოდის და ამბობს რომ ჩვენ ვართ იმპერატორის ჯარისკაცები ჩვენ რასაც იმპერატორი გვიბრძანებს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ესენი უსმენენ გაშტერებულები და ამბობს მაგრამ ჩვენ ვართ ღმერთის ჯარისკაცები ასევე ჩვენ ვართ იმპერატორის ეს ზუსტად მავრიციუსის სიტყვებია სხვათა შორის მაგრამ ჩვენ ყავს კიდევ უფრო მაღალი უფროსი თუ ხელმძღვანელი ეს არის ღმერთი და რა თქმა უნდა ჩვენ პირველ რიგში ღმერთის ბრძანებას შევასრულებთ და მერე უკვე შევასრულებთ იმპერატორის ბრძანებას და ნუ რა თქმა უნდა შესაბამისად როდესაც ლაპარაკია რომ კერპებს შეწირონ თაყვანისცენ რომ ღმერთის ბრძანება ეს ვერ იქნება და ამიტომ ჩვენ დავემორჩილებით ღმერთის ბრძანებას და არ შევწირავთ ამ მსხვერპლს და ეს ლეგიონია აი 318 კაცი იქ კი 6600-ს წარმოიდგინეთ ესეთ განან, ესე იგი აბსოლუტურად თავდახრილები და სრულიად იზიარებენ თავიანთი მეთაურის პოზიციას და რაღაცა ესე არის საინტერესო აღწერილი, რომ რაღაცა ხმაური კი არა, რაღაც ის შრაშუნი თუ რაღაც შემოესმა და რომ მოიხედეს ეს გარშემოთქმულები არიან ჩუმად უკიდან გარშემო ერთხელ დანარჩენი ლეგიონერები, სხვები და ეს პატარა ხმლები უჭირავთ უკვე ხელში და ნუ ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი უნდა აიკუწონ და მართლაც მოკლედ დაერიენ ამათ რა თქმა უნდა წინააღმდეგობა არ გაწიეს და დახოცეს მოკლედ ეს 318 კაცი და პირველ რიგში რა თქმა უნდა გერეონი მოკლეს ეხა ამას ყველაფერს რაღაცებს გაჩვენებთ ძალიან საინტერესო არტეფაქტებია დარჩენილი და ეს გერეონი და მისი რამდენიმე კიდევ ესე იგი თანამებრძოლი წაათრიეს და რაღაცა დიდი ამოთხრილი ორმო იყო ჭა თუ რაღაც მოკლედ იქ ჩაყარეს სპეციალურად რომ ვერასოდეს ვერავის ვერ ეპოვნა ანუ ამათი წმინდა ნაწილები, მაგრამ როგორც ამბობენ, ღმერთს სხვა გეგმები ჰქონდა და მოგვიანებით, უკვე ცოტა მოგვიანებით, ელენე დედოფალი, ეს არის კონსტანტინე იმპერატორი კონსტანტინე დიდის დედა, რა მოციქულთა სწორი ელენე დედოფალი, მან ესე იგი მოძებნა ეს ადგილი, წმინდა ნაწილები გვიან აღმოიყვანეს 1021 წელს სასწაული მოხდა მაშინდელი ეპისკოპოსი კეულნის იყო ნორბერტი ერქვა და იმ მას ჰქონდა რაღაც გამოცხადება და მან იპოვა ეს ორმო თორე აი ეს ადგილი სადაც ეს მოხდა და სადაც ეს ორმო იყო ამ ორმოს გათხრა რაღაცნაირად რატომღაც ვერ მოიფიქრეს და აი ამ ორმოზე დააშენა ელენე დედოფალმა პირველი ტაძარი რომელიც უკვე მოგვიანებით მერე ბევრჯერ გადაკეთდა და აი ეს რაც გაჩვენეთ დღეს ახლა კიდე დაგეთვალიერებინებთ აი ესეთი სახე მიიღო აი როგორიც დღეს არის მოგვიანებით. ნუ კიდევ ერთი რამ არის ძალიან საინტერესო მის შესახებ, გერეონის შესახებ. ხო გეუბნით, აი მე რასაც გიყვებით, ეხა ფაქტიურად ძალიან მოკლე ამბავია, აი როგორ მოხდა, მაგრამ იმხელა გავლენა მოახდინა, ისეთი სივრცე შეიქმნა მთელი, ამიტომ გიყვებით ესე ყველაფერს დაწვრილებით. ნახეთ, წმინდა გრიგოლ ტურელი მე-6 საუკუნეში გვიხსენებია, უდიდესი წმინდანი, რომელსაც ფრანკების ისტორია აქვს დაწერილი, პირველი ისტორიოგრაფი. აი გრიგოლ ტურელს აქვს რამდენიმე სიტყვა ამ გერეონის შესახებ. და ესე იგი ნახეთ რას ამბობს ესა რომ იმის გამო რომ აი ამ ტაძარში
შეიძლება იმის გამო რომ ეს წმინდანების გამო და შეიძლება იმის გამოც რომ ამ ტაძარში ძველი ძველი დროის ადრეული ანტიკური ხანის მოზაიკა არსებობს, როგორც ჩანს ელენ დედოფალმა რო აშენა ეს მოზაიკაც იატაკზე არის მოზაიკა და მე გვიანიც არის შუა საუკუნეების მოზაიკაც არის, ამასაც გაჩვენებთ. და ეს მოზაიკა ისე ბრწყინავს რომ ოქროსავით არისო და ამიტომ ოქრო წმინდანთა ოქრო ესე ქვია ამ ადგილს. ესე იგი აი ამ ტაძარს თვითონ ულამაზესი ტაძარია და შიგნიდანაც ძალიან არის მოწყობილი და კიდევ ბოლოს ეს გრიგოლ ტურელ ესეთ რამეს ყვება რომ იყო ესე იგი ეს უკვე მგონი მერვე საუკუნეში იყო ებერიგისილი ერქვა ეპისკოპოსი რომელიც თავის ვილაში იყო და რაღაც არანორმალური თავის ტკივილი ჰქონდა ნახევარი თავი ტკივდა რაღაც საშინლად. მოკლედ და ისეთი დაუძლურებული, ისე დაუძლურდა ამის გამო, რომ ვეღარ ინძრეოდა და გააგზავნა თავისი დიაკონი აი სწორედ გერეონის საფლავზე და უთხრა რომ მტვერი მოწმინდეო და მომიტანო და მართლაც ის მივიდა მოაგროვა ეს რაღაცა მტვერი საფლავიდან და როგორც კი ეს ამ მტვერს შეეხო, მაშინვე განიკურნა. ამიტომ აი ყველაფერს სიკეთესთან ერთად კიდე გერეონმა ეს დაგვიტოვა რომ ძლიერი თავის ტკივილის შემთხვევაში გერეონს ევედრებიან და ის არის ესე იგი შემწე ასე რომ თავის ტკივილის დრო შეგიძლიათ წმინდა გერეონს შესთხოვოთ. მე კი ახლა მინდა დაგათვალიერებინოთ ჯერ გამოსახულებები წმინდა გერეონის შესახებ. ერთი გვაქვს ეს მე-13 საუკუნის ეს არის წმინდა გერეონი და წმინდა მარტინ ტურელი. აი გერეონი აქეთ არის, აი ეს არის გერეონი. აი ესეთია. აი ეს არის მარტინ ტურელი, ესეც უდიდესი წმინდანი, ეპისკოპოსი. ეს არის წმინდა გერეონი. აი ესეთი. ალბათ ეს არის ყველაზე უფრო ყველაზე მეტად ავთენტური გამოსახულება. ამის შემდეგ უკვე გვაქვს ჩვენ ძალიან საინტერესო, აი ეს არის ტრიპტიხი. ამას ახლა ცოტა ახლოდანაც გაჩვენებთ. ეს არის ტრიპტიხი, კარედია, ესე იხურება. ეს ინახება კეოლნის ტაძარში, კეოლნის ეს კათედრალი, როგორც მოგახსენეთ, რომელიც ამ სამკუთხედს ქმნის. ეს არის კათედრალი წმინდა პეტრეს სახელობის არის ეს კეოლნის კათედრალი და აი ამ კეოლნის კათედრალში წმინდა აგნესას კაპელა, ესე ქვია და იქ ინახება ეს ვებერთელა ნამუშევარი. ეს არის სტეფან ლოხნერი მე-15 საუკუნის ხატვარია. აი იქ არის გამოხატული მოგვთა თაყვანისცემა, იმიტომ რომ შუაში ესე იგი სამი დიდი წმინდანი არის აი ამ კეოლნის ფარველი, სამი მოგვი და დღემდე არის მე სხვა შორის ნამყოფიცა ვარ ამ ტაძარში ეს მინახავს, ოღონდ არ ვიცოდი რომ გერეონის და ურსულას ტაძრებით სანახავი მქონდა და ესე აქეთ არის გერეონი, აი გერეონი აქეთ არის, აი მხარეს, აი გერეონი მეომარი და აქეთ არის ურსულა. ურსულაზე ჩვენ მოვადრო და გვექნება საუბარი, მაგრამ აი გერეონი ამას გადიდებულს გაჩვენებთ უკვე გერეონს რაც შეეხება. აი გერეონი და მისი თანამზრახველები მეგობრები. აი. ოღონდ რა თქმა უნდა ძალიან პირობითია უკვე ეს. აქ უბრალოდ განწყობაა გადმოცემული. აი კიდევ ესე იგი ეს უკვე მე-15 საუკუნის მიწურული არის, 1480 წელია. აი გერეონი, ქრისტოფერი, ეს არის ადრე ქონდა ჩვენ საუბარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა ანა, ღვთისმშობელი და იესო ეს ცნობილი კომპოზიცია შეიქმნა რაღაც დროს, ანას ამელუში ქართულად ესე არის. აი ეს ანა, ქრისტოფერი, გერეონი და წმინდა პეტრე მოციქული. აი ეს არის აი გერეონის გამოსახულებას აქედან გაჩვენებთ. აი ამ ნახატიდან ეს არის გერეონი. მეტი არ აქვს არაფერი ამ გერეონის შესახებ, აი ესეთი არის. ოღონდ ეს უკვე გვიანდელია და მხატვრის შექმნილია, როგორც მოგახსენეთ, ის კი მე-13 საუკუნის ფრესკაა და შედარებით უფრო კარგად არც იქარჩას და ბოლოს მინდა გაჩვენოთ, ეს არის მოქანდაკე ისკანდერ იედილერი, თურქი მოქანდაკე არის, რომელმაც აი ესე იგი ეს დევს გერეონის ტაძრის გვერდით ბაღში. ესე არის გერეონის მოჭრილი თავი, აი ესეთი.
და ეხლა მინდა ტაძრები დაგათვალიერებინოთ. ტაძრები კი არა, ტაძარი უпроსტად. აი კიდევ ერთხელ უფრო ახლოდან ეს არის ეს გერეონის ტაძარი კეოლნში. ეხლა გაჩვენებთ ამას ცოტათი კიდევ უფრო ახლოს. აი ეს ცენტრალური ნაწილი, აი ესეთია. ნუ არ ვიცი ხა ფოტოზე შეიძლება არ ჩანს, მაგრამ როგორც ამბობენ, ულამაზესი ტაძარია, აი ბრწყინავს პირდაპირ ესეთი ტაძარი. და თუ მომეცა საშუალება, აუცილებლად სპეციალურად შეიძლება ჩავიდე მაგისთვის. ეს არის ინტერიერი ტაძრის შიგნიდან, ესე გამოიყურება და ეხლა რაღაც დეტალებს გაჩვენებთ. ნუ რაც მოვიპოვე, თუ მოვახერხე და ჩავედიხო, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ აი ეს არის პირველი არა, ადრე უბრალოდ გვიან ანტიკური მოზაიკა იატაკზე. გვიან ანტიკური მოზაიკა იატაკზე, ნუ ეს სხვა ფოტოები არა. ეს არის შუა საუკუნეების მოზაიკა ასევე. ეს არის სამსონი, როგორ კლავს საჯული სამსონი ბიბლიური სცენაა, ლომს როგორ კლავს. ესე აი ეს არის დაახლოებით რო ხა ცუდად ჩანს, მაგრამ მაინც რო წარმოგიდგენთ პიეტა. პიეტა ეს არის დატირება ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის გარდამოხსნა და დაახლოებით რა ფერებშია შიგნიდან ტაძარი მოხატული, აი რო წარმოიდგინოთ. და ბოლოს მინდა გაჩვენოთ გერეონის სარკოფაგი, სადაც არის მისი წმინდა ნაწილები. აი ესე გამოიყურება ეს სარკოფაგი და აი ბოლოს მინდა გაჩვენოთ გასაოცარი რაღაცა, ხა ეს რასაც გაჩვენებთ, ხა აგიხსნით, ამიხდებით. ეს არის სვეტი, რომელსაც აქვს თავისი ისტორია, ძალიან საინტერესო. ნუ ეს არის წესით სვეტი, რომელზეც თავი მოკვეთეს ამ სვეტზე სისხლით იყო შეღებილი გერეონის და აი ამ 318 მხედრის, ამ 318 მისი თანამებრძოლის და ესეც ეწოდება, ამას ეწოდება სისხლის სვეტი. და ესე იგი აქ არის ლათინური წარწერა, რომელიც ესეთი უცნაური არის, რომ ესეთ რამეს წერს, რომ დამიჯერეთ, ესეთი ის არის, დაიჯერეთ, ან ვირწმუნეთ, რომ ოდესღაც ამ ქვაზე სისხლი უნდა დაღვრილიყო, რომ ეს წინასწარ იყო განსაზღვრული და თუ ეს სისხლი ჩემი უნდა იყოს, ანუ თუ მე დამნაშავე ვარ, მაშინ დე ჩემი სისხლი იყოს, რომელიც ამაზე დაიღვრება. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი? კიდევ ესეთი წარწერაა, რომ კარგად დაფიქრდი, სანამ შემოხვალ გერეონის ტაძარში და ჩრდილოეთ მხარეს ამ სვეტს მოძებნი და ნახავ. კარგად დაფიქრდი, იმიტომ რომ თუ რამე დანაშაული გაქვს ჩადენილი, ეს ქვა გამხელს. და ამიტომ ერიდება ხალხი აქ მისვლას, რაღაც იმ სიცრუის დეტექტორივით არის. და კიდევ ესეთი ისტორია აქვს, რომ ანუ ეს არის ქვა, რომელიც კეთილის და ბოროტის გარჩევა შეუძლია ერთმანეთისაგან. და კიდევ ესეთი ისტორია აქვს, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის ნამდვილად ის ქვა, რომელზეც გერეონის სისხლი დაიღვარა, გარდა ამისა გადმოცემით ესეთი გადმოცემაა, რომ ელენე დედოფალმა, როდესაც ეს გერეონის ტაძარი ააშენა, ჩამოაბრძანა სვეტი, რომელზეც მოხდა მაცხოვრის გამათრახება. რომ ის ქვა ჩამოიტანა, ის სვეტზე იყო ხო მიმული და ის სვეტი ჩამოიტანა, ნუ გადმოცემაა ესეთი და ჩამოიტანა და დადო და მერე როდესაც ფრანგი ჯარისკაცები უკვე მოგვიანებით შემოიჭრენ და ეს დაიპყრეს ეს მხარე და რაღაც ხო, ესე იგი ეს გადაწყვიტეს რომ პარიზში წაეღოთ ეს ქვა და წაიღეს პარიზში და ისე უდიერად მეათრევდნენ ამ ქვას რომ გატეხეს და რომ გატყდა ეს სვეტი თქვენს რომ აღარაფერში აღარ გჭირდება და დააგდეს, წარმოიდგინეთ რა. დააგდეს და ეს არის მისი ქვედა ნაწილი. ის ზედა ნაწილი დაიკარგა როგორც ჩანს. და ეს მე ისევ დააბრუნეს და მოაბრძანეს ისევ და ამ გერეონის ტაძარში დაასვენეს. ასე რომ ისევ ესეთი ის არის გადმოცემა, რომ ვინც მოაბრძანა 1925 წელს დააბრუნეს ეს გერეონის ტაძარში ეს ქვა, რომ ისევ განაშოროს ერთმანეთსაგან, ანუ გამოაჩინოს
სიმართლე და ტყვილი და ბრალეულობა და უბრალოება. არის თუ არა დამნაშავე ადამიანი, აი ამისათვის კიდევ ერთხელ დააბრუნეს გერეონის ტაძარში. მე კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, აი ეს მოგზაურობები ძალიან საინტერესოა და ამას წინათ მქონდა, როგორც ანონსი ესე მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო მოგზაურობა მქონდა თურქეთში. ბევრი თურქეთში ვიძახით, რომ სინამდვილეში ეს არის ქრისტიანული საბერძნეთი თავის დროზე, იმ ბიზანტიის იმპერიაში ვიყავი და ბევრი საინტერესო რამ, მაგრამ აი ვამზადებ სწორედ ამ მასალას 21 ნოემბერი ეს არის კვირა წელს მთავარანგელოზობაა და აი წინა დღეს 20 ნოემბერს შაბათს ვაპირებ, რომ გაჩვენოთ ჩემი ახალი ფილმი მთავარანგელოზის სასწაული ესე ქვია, ეს ეხება მე ვიყავი იმ ადგილას, სადაც ხონა ესე ქვია იმ ადგილს, ხონა, სადაც მიქაელ მთავარანგელოზმა მოახდინა სასწაული, როდესაც ორი გაერთიანებული მდინარე, რომელსაც უნდა წარელეკა ეს ტაძარი, რომელიც იქ იყო და სასწაული, ამის ყოფს მოგიყვებით, რა თქმა უნდა. მოკლედ აი ეს გასკდა მიწა და ჩავიდა ეს წყალი და მე ვიყავი ამ ადგილზე სპეციალურად ამ ადგილის მოსაძებნად და მოსანახულებლად და ეს მაგ გადაღებული და აი მთავარანგელოზობას ამას გაჩვენებთ, ეს იყო ანონსი. დღეს კი გაგახსენებთ, რომ ჩვენი მთავარი თემა იყო, თებეს ლეგიონერებზე ქონდა საუბარი, მაგრამ მთავარი დღევანდელი წმინდანი მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორის ხსენებაც არის სანტენელი ვიქტორი, რომელიც იქ აწამეს, მაინც მთავარი ჩვენი წმინდანი არის გერეონი და აი ბოლოს მინდა გაჩვენოთ გერეონის წმინდა ნაწილები, უკვე დიდი ფრაგმენტი, აი ამდენი ეთყობა ძალაც საუბრის, იმიტომ მომეცა, რომ ნახეთ, აი რამხელა ფრაგმენტი გვაქვს გერეონის, აი აქ ქვე ჩუშაში არის მისი თანამებრძოლების ნამცეცი და თვითონ გერეონის აი მინდა გითხრათ, რომ სურნელება აქვს აშკარად. აი ესეთი პარფიუმერული არა, მაგრამ რაღაც საოცარი სუნი აქვს. აი ეს არის წმინდა გერეონის წმინდა ნაწილი. და შეგვეწიოს და დაგლოცოთ, წმინდა გერეონმა დაგლოცოთ, გაგამტკიცოთ, გაგაძლიეროს და დააწყნაროს გერეონმა ჩვენს ქვეყანაში აი ეს არეულობა და მალე ესე იგი დამშვიდებული იყოს ეს ქვეყანა და მე სწორედ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიხარდება თქვენთან აი ესეთი კონტაქტური ურთიერთობა. ვერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.